გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას პარლამენტის წევრმა ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიერიმ წარუდგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობის გადახედვას მოითხოვს. წინადადება თემთა პალატაში ჯეიმს მაკკლიერიმ 13 იანვარს შეიტანა და მას 16 იანვრისთვის 13 მხარდამჭერი ჰყავს. მაკკლიერის პოზიციით ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შტატებმა საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა, სანქციები ბრიტანეთმაც უნდა დაუწესოს. წინადადების მიღების შემთხვევაში თემთა პალატა გაიზიარებს დეპუტატის მოსაზრებას და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საქართველოსთან მიმართებით რიგი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენის ხელშეწყობაში. მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას იმავეს გაკეთებისაკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსლის წინააღმდეგ. მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციას. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. დიდმა ბრიტანეთმა 2024 წლის 19 დეკემბერს ქართული ოცნების რამდენიმე წევრს სანქციები უკვე დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს სანქცირებულთა სიაში არიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მილერი ლაგაზაური. დაწესებული სანქციები, როგორც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე გაერთიანებულ სამეფოში დასანქცირებულთა ქონების გაყინვასაც გულისხმობს. ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით სანქციები ოცნების მაღალი თანამდებობის პირებზე, გაერთიანებული სამეფოდან მათ ეკონომიკურ გარეცხვას გულისხმობს.